მოგესალმებით ძვირფასობს მენელებო, ჩვენი დღევანდელი გაკვეთილი იქნება cold call-ი, ანუ ცივი call-ი მოწინააღმდეგის გახსნილი რეიზის წინააღმდეგ. მაგალითად, ავიღოთ მოწინააღმდეგე გვიხსნის UTG-ს პოზიციიდან რეიზს აკეთებს და ჩვენ ვიმყოფებით MP პოზიციაში, ანუ ჩვენ წინა გაკვეთილში ვისწავლეთ, რომ UTG-ს პოზიცია არის ეს და ჩვენ ვიმყოფებით MP-ს პოზიციაში აქ. როდესაც მოწინააღმდეგე UTG-დან გვიხსნის რეიზს, MP-ს პოზიციიდან პასუხობთ ცივი call-ით ამ კარტში, რომელიც არის ლურჯად მატრიცაში. ეს არის ტუს კაროლი, როგორც ერთი ცვეტი, ისე სხვადასხვა ცვეტი, ტუს დამა, როგორც ერთი ცვეტი, ისე სხვადასხვა ცვეტი, ტუს ვალეტი, მხოლოდ ერთი ცვეტი, კაროლ დამა, მხოლოდ ერთი ცვეტი, რადგან სხვადასხვა ცვეტში არც ტუს ვალეტში და არც კაროლ დამაში არ მივყვებით UTG-დან გახსნილ რეიზს MP-ს პოზიციიდან. მივყვებით ხელისპარაში რვიანიდან დამამდე ვაკეთებთ ცივ call-ს და ასევე ერთი ცვეტის ვალეტ 10-იანში, 10-იან 9-იანში და 9-იან რვიანში. თქვენ ალბათ გაგიკვირდებათ თუ რატომ არის 2 დამა, 2 ვალეტი, 2 10-იანი, 2 9-იანი და 2 რვიანი და არა 2 ტუზი და 2 კაროლი ლურჯად მანიშნული. იმიტომ რომ 2 ტუზში და 2 კაროლში ვაკეთებთ ამ შემთხვევაში 3 ბეტს და არა ცივ call-ს. 3 ბეთის გაკვეთილები იქნება შემდეგ გაკვეთილზე. ანუ ცივ call-ს ვაკეთებთ ამ კარტებში, რაც არის მონიშნული, როდესაც ჩვენ ვიმყოფებით MP-ზე და UTG-დან გვიხსნიან რეიზს. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ კატოფის პოზიციაზე ვართ და UTG და რეიზს გვიხსნიან, UTG არის ეს, კატოფი არის ეს. ამ შემთხვევაში მივყვებით აი ამ დიაპაზონში. ხედავთ, რომ დიაპაზონი შედარებით გაიზარდა, დაემატა 7-იანები, დაემატა ტუზათიანი ერთი ცვეტი, დაემატა კაროლ ვალეტი ერთი ცვეტი და ვალეტ 7-იანი ერთი ცვეტი. შემდეგ აქ ცოტა არეულად არის. შემდეგ UTG-დან ვიკეთებენ რეიზს და ჩვენ მივყვებით ბატონის პოზიციიდან ცივი call-ით. ბატონის პოზიციიდან კიდევ უფრო გაიზარდა, ვხედავთ 9.05%-ია და გამოიყურება 100. აი ამ კარტებში უნდა გავყვეთ. რას ნიშნავს ეს? აქ 4-იანი, აქ 6-იანი და აქ 12. სულ ტუს კაროლის მოსვლის ალბათობა ერთი ცვეტის არის 4. იმიტომ რომ ტუს კაროლი არის გულის, აგურის, ყვავის და ჯვარის. არის 4. შეიძლება ტუს კაროლ გული, ტუს კაროლ ყვავი, ტუს კაროლ ჯვარი და ტუს კაროლ აგური. ხოლო სხვადასხვა ცვეტის ალბათობა არის 12. ასევეა ნებისმიერი სხვადასხვა ცვეტის ალბათობა 12. სხვა როდესაც არ არის ერთი ხელის წყვილი. ტუს კაროლის მოსვლის ალბათობა მთლიანად, როგორც ერთი ცვეტის, ისე სხვადასხვა ცვეტის არის 12 + 4 არის 16. ეხლა გადავიდეთ UTG-დან, აკეთებენ რეიზს და ჩვენ ვაკეთებთ small blind-დან call-ს. ხედავთ, რომ small blind-დან call-ი შემცირდა, იმიტომ რომ small blind-დან ჩვენ შემდეგ flop-ზე, turn-ზე და river-ზე ვიქნებით არა პოზიციაში. ანუ პირველი ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას და შემდეგ UTG. big blind-ზე შედარებით გაიზარდა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ როდესაც big blind-ზე ვართ და ვაკეთებთ call-ს, ჩვენ შემდეგ აღარავინ იღებს გადაწყვეტილებას და უბრალოდ UTG-ს ვუსწორებთ call-ით და იხსნება flop-ი. small blind-დან იმიტოა შედარებით პატარა დიაპაზონი, რომ აქედან როდესაც ვაკეთებთ
calls, შემდეგ big blinds აქვს მისაღები გადაწყვეტილება და შეიძლება big blind-მა გააკეთოს 3 ბეთი და ჩვენ მოგვიწევს უბრალოდ კარტის გადავლა. ეხლა შემდეგ ვაკეთებთ MP აკეთებს raise და ჩვენ მივყვებით cut-off-იდან. MP არის ეს, როდესაც ეს აკეთებს raise, ჩვენ cut-off-იდან ამ კარტში, რა თქმა უნდა, არ გავყვებით cold-call-ით, რადგან ამ დიაპაზონში ეს კარტი არ შედის. ეს კარტი რო ამ დიაპაზონში შედიოდეს, უნდა იყოს მონიშნული ტუზ ვალეტ რვიანი 1 ცვეტი. შემდეგ MP აკეთებს raise და ჩვენ მივყვებით ბატონის პოზიციიდან ამ დიაპაზონის კარტში. აქაც ტუზები და კაროლები არ არის მონიშნული, იმიტომ რომ ამ კარტში ჩვენ უბრალოდ ქონით არ პასუხობთ და ვაკეთებთ 3 ბეტს MP-ს წინა. შემდეგ MP small blind-ის წინააღმდეგ. Small blind-ის წინააღმდეგ MP-დან ხედავთ რომ შემცირდა დიაპაზონი, მაგრამ დამა 2 დამა გამოაკვდა. 2 დამა იმიტომ გამოაკვდა, რომ small blind-დან 2 დამაშიც MP-ს წინააღმდეგ ვაკეთებთ 3 ბეტს, რადგან ამ შემთხვევაში ჩვენ პოზიციაში არ ვართ და 2 დამის ცივი ქოლით გათამაშება იქნება ჩვენთვის წამგებიანი. ბაუნდის პოზიციიდან არ არის წამგებიანი, რადგან პოზიციაში ვართ არც cut-off-ის პოზიციიდან. small blind-ის პოზიციიდან 2 დამაში MP-ს წინააღმდეგ აუცილებლად ვაკეთებთ 3 ბეტს. big blind-ის პოზიციაში კი არ ვაკეთებთ 3 ბეტს, რადგან ჩვენს მეტი თამაში აღარავინ აღარ შედის და 2 დამა შეგვიძლია თავისუფლად გავათამაშოთ small blind-დან, იმიტომ ვაკეთებთ 3 ბეტს, რომ big blind-იც რომ შევიდეს თამაში უკვე 2 მოწინააღმდეგის წინააღმდეგ 2 დამა არც ისე კარგად დგას. გადავდივართ, როდესაც cut-off-ია აგრესიაზე. cut-off-ი გვიკეთებს აგრესიას, cut-off-ი არის ეს პოზიცია და ჩვენ ვართ ბატონის პოზიციაზე ვაკეთებთ ამ დიაპაზონში, ხოლო ეს ამ დიაპაზონის ზევით რაც აკლია, ეს არის 3 ბეტ დიაპაზონები. ასევე cut-off-ი და small blind-ის პოზიციაში ვაკეთებთ ამაში ცივ ქოლს, ამის ზევით რაც არის, ეს არის 3 ბეთი, მაგრამ 3 ბეტზე თქვენ ყურადღებას ნუ გაამახვილებთ, იმიტომ რომ ამის გარდა შეიძლება სხვა კარტშიც გაკეთდეს 3 ბეთი, რომელიც უბრალოდ ცივი ქოლისთვის სუსტი ხერხია. ეხლა cut-off-იდან big blind-ზე. cut-off-ი გვიკეთებს raise, ჩვენ ვიმყოფებით ამ პოზიციაში და მივყვებით აი ამ დიაპაზონის კარტში ცივი ხელით, ცივი ქოლით. შემდეგ ბატონიდან აკეთებენ raise, ჩვენ ვიმყოფებით small blind-ზე, მივყვებით ცივი ქოლით ლურჯად მონიშნულ კარტში. შემდეგ ბატონიდან აკეთებენ raise, ჩვენ ვიმყოფებით დიდი blind-ის პოზიციაზე, დიდი blind-დან ხელს ვიცავთ აი ამ პოზიციის კარტში. და ბოლოს გვიკეთებს small blind-ი raise და ჩვენ ვიმყოფებით დიდი blind-ის პოზიციაში. მივყვებით ცივი ქოლით ლურჯად მონიშნულ დიაპაზონებში. ხოლო ამის ზევით ვაკეთებთ 3 ბეტს და ამის ქვევით კი მაინც ყურადღებას ნუ მიაღწევთ, მაგას უბრალოდ გააკეთეთ კონცენტრირება, cold call-ი არის ლურჯად მონიშნული. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ჩვენი შემდეგი გაკვეთილი იქნება 3 ბეთი. წარმატებას გისურვებთ.